1992 წლის 6 იანვარს, როდესაც საქართველოს ტოვებდა, პრეზიდენტმა უშიშროების არქივის რაღაც ნაწილი მართლა წაიღო, მაგრამ ეს სხვა ტიპის არქივი გახლდათ. ფაქტიურად არაფერი არ წაგვიღია, როდესაც შვილიში დავტოვეთ. წავიღეთ მარტო არქივი. არქივი და რა თქმა უნდა, პირადი იარაღი, რაც მეომრებს გააჩნდათ თან. უშევის სამსახურის თანამშრომლებს და მეომრებს, გვარდიის მეომრებს. წავიღეთ არქივი და წარმოიდგინეთ, პირადი ნივთებიც კი არ წამომღია არ არის. სიტუაცია იყო ისეთი ექსტრემალური. სომხეთში გადასული პრეზიდენტი და მისი გარემოცვა იჯევანში გაჩერდა. სწორედ აქ გაირკვა, თუ რა ტიპის არქივი გაიტანა ზვიადგამსახურდიამ ქვეყნიდან. არქივი იყო ტელევიზორის დიდ ყუთში. კომპაქტურად იყო ჩალაგებული და რაღაც 40 კილოზე ნაკლები არ იყო. ეს იყო მოქმედი, იმ დროისთვის უკვე მოქმედი აგენტურული ქსელის მოყავსფერი კარტოტეკები, უხეში კარტოტეკები და პლუს ბუღალტერია პარალელურად. ბუღალტერია ის უტყუარი დამამტკიცებული საბუთი, ვინ რამდენს იღებდა, როდის იღებდა, რისთვის იღებდა. ეს კარტოტეკა მცირე მოცულობის იყო და ის ბუნებრივია ის სმოლენსკში არ წასულა. ის თბილისში იყო. შემდგომ, როდესაც გამსახურდია მოვიდა ქვეყნის სათავეში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მან დაუყენა მაშინ სახელმწიფო უშიშროების სამსახური იყო უკვე, კომიტეტი აღარ იყო, თავმჯდომარეს ბატონ ოთარ ხატიაშვილს იყო ამ კარტოტეკის ჩვენება. ის ითხოვდა, მე როგორც პრეზიდენტიო ვითხოვ, რომ ეს კარტოტეკები მაჩვენეთო. ასთან სხვადასხვაობა იყო, ნაწილი ამბობდა, რომ ჩვენ პრეზიდენტია და ის ვალდებულია იცოდეს და უნდა ვაჩვენოთ, ნაწილი ამბობდა, რომ არ უნდა ვაჩვენოთ, ვინაიდან ის ყოფილი დისიდენტია და როგორ გამოიყენებს ამას და თავს ვერ შეიკავებს და შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოს მათ შორის საკადრო და ასე და შემდეგ. და საბოლოო ჯამში წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მე როგორც ჩანს, თავად ხატიაშვილმა არქნა. მე პირადად ჩემთან მქონდა ბატონ ოთარს საუბარი და მითხრა, რომ ესე მომთხოვაო მე გამსახურდიამ კარტოტეკა და მე არ მივეციო და ოთარ ხატიაშვილი გადადგა ზუსტად ამის გამო. მან არ გადასცა ეს კარტოტეკა. მაგრამ როგორც ჩანს, იქ აღმოჩნდნენ პიროვნებები, რომლებმაც მოახერხეს და ეს კარტოტეკა მას მიუტანეს, ვინაიდან ზვიადგამსახურდიას ეს კარტოტეკა ჰქონდა. და ამ კარტოტეკის მიხედვით შემდგომ ესაუბრებოდა ამ თავის თანამებრძოლებს, იმ ხალხს, ვინც მის გვერდით იყო, ბევრთან არასასიამოვნო საუბარი ჰქონდა. აქ მოყვანილია რამოდენიმე საბუთი, რომლითაც მტკიცდება მათი კგბ-ს აგენტობა. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, იგივე ირაკლი შიოლაშვილი, გიორგის ძე, ფსევდონიმი ივერიელი, მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე გური პორფირის ძე, აგენტი მუშკუდიანი, გადაბირებულია 1979 წელს. მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე, დიმიტრი სიმონის ძე მელიქიძე, ფსევდონიმი აგენტი ანზორი, გადაბირებულია 1984 წელს. დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი, გიორგი ვალიკოს ძე ხარაზიშვილი, ფსევდონიმი აგენტი დანიელი, გადაბირებულია 1983 წელს ტატიშვილის მიერ. მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი, შოთა გიორგისძე შიოშვილი, ფსევდონიმი კახელი, გადაბირებულია 1984 წელს. ლაფერაშვილი არჩილი გიორგის ძე, მღვდელმსახური, ფსევდონიმი დავითი, გადაბირებულია 1981 წელს. მიტროპოლიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი, შოთა ილიასძე მარგალიტაშვილი, ფსევდონიმი ალაზნელი, გადაბირებულია 1982 წელს და მრავალი სხვა.